სიჩუმე მინდა სიჩუმე ესე ქვია პოეტ ტარიელ ცხარაძის ახალ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც საჯარო ბიბლიოთეკაში შედგა. წიგნში შესული 45 ლექსი რუსულიდან ითარგმნა, მათი უმრავლესობა პატრიოტულ თემაზეა. ეს ავტორის პირველი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. რუსულად წერ, სამწუხაროდ ესეთ აფხაზეთში ვარ დაბადებული. რუსულ ოჯახში გაზრდილი და ეს რასაც რამ ქართულზეც გელაპარაკ ქუჩის ქართულია და არ ყოფნის დასაწერად ლექსისა. ამიტომ წერ რუსულად, მაგრამ აგერ მადლობა ჩვენ ვახოს, ცისანას, როინას ძალიან კაი და მაგარი თარგმნები გამოვიდა. თუ ქონდა იმისი განცდა, რომ ქართულ მკითხველამდე, მშობლიურ მკითხველამდე ვერ მიქონდა თავისი რუსულად შესრულებული პოეზია, თუმცა ის საქართველოზე იყო მეტწილად, მშობლიურ ტკივილებზე იყო და აი მისმა მეგობრებმა მოუხერხეთ ის, რომ ზოგმა მეტი, ზოგმა ნაკლები, მე მაგალითად ერთი ლექსი თარგმნა, რომელიც მე მომიძღვნა და იმდენად მომეწონა, რომ სხვას არ დავანება ეს ლექსი. კალბატონმა ცისანამ თარგმნა ძალიან ბევრი, როი აბუსელიძემ თარგმნა ჯემალ ინჯიამ ცნობილმა პოეტმა, არა ბათუმელმა და შეიკრიბა ეს ერთ წიგნად აიკინძა.